ალბათ 60-იან წლებში კიდე გაგვიმართლა, რომ თბილისის მეტროპოლიტენი აუშენეს. ნუ გეცოდინებათ ალბათ მეტროპოლიტენს ორმაგი დანიშნულება აქვს სატრანსპორტო და თავდაცვითი. თუმცა თავდაცვითი კუთხით რა სიტუაცია არის მან და რა მდგომარეობაში არის ინფრასტრუქტურა, მე ვერ გეტყვით იმ მხრივ, რომ არანაირი ოფიციალური პასუხი იქიდან მე არ გამიგია. რამდენჯერაც ვკითხე, კი მითხეს, რომ ყველაფერი კარგად არის და მუშაობს, მაგრამ ცოტა რთული ამის დაჯერება, სანამ თქვათ საკუთარი თვალით მაგას ვერ აჰა. ვნახავ. ასევე ნუ დღესდღეობით აშენდა ძალიან ბევრი სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კორპუსი, რომელსაც აქვს ბევრი მიწისქვეშა აჰა. საპარკინგე მაგალითად ადგილი, რომელიც ნუ ეხა უკრაინის ომის მაგალითზე რო ვნახე, საკმაოდ ისეთი არის რელევანტური იმისთვის, რომ გამოვიყენო თქვათ ომიანობის შემთხვევაში. თუმცა რა თქმა უნდა, არანაირი რადიაციული, ქიმიური და თქვათ ბიოლოგიური დაბინძურების გამო ეს თავშესაფრები ჩვენ არ დაგვეცავს. უბრალოდ აი რამე თავში რომ არ დაგვეცეს და მორჩა. იმის იქით ფუნქცია სამწუხაროდ აღარ აქვს.